ტელეფონს ამოწმებ, სიცარიელია. სოციალურ ქსელს სკროლავ და ხედავ ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც იცინიან, სვამენ, ურთიერთობენ. შენ კი მკერდში ცივ სიმძიმეს გრძნობ, სპეციფიკურ სიჩუმეს. საზოგადოება გეუბნება, რომ ეს სიჩუმე სიმპტომია. გეუბნება, რომ თუ მარტო ხარ, ესე იგი ცუდად ხარ, რომ ანტისოციალური ხარ, რომ ადამიანად ყოფნის ფუნდამენტური ტესტი ვერ ჩააბარე. გეძახიან მარტო სულს, გარიყულს, წარუმატებელს. მაგრამ ისინი ცდებიან. გეტყვი, რომ შენი მარტოობა დეფექტი კი არა, თავდაცვითი მექანიზმია. იქნებ იმის მიზეზი, რომ ცოტა მეგობარი გყავს ან საერთოდ არ გყავს. ის კი არ არის, რომ ურთიერთობების დამყარება არ შეგიძლია, არამედ ის, რომ შენი ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ უარყოფს ყველაფერ ხელოვნურს. ევოლუციურ ფსიქოლოგიაში არსებობს კონცეფცია, რომელსაც აფექსის, ანუ მწვერვალის პარადოქსი ეწოდება. ის ამბობს, რომ რაც უფრო სპეციალიზებული, ეფექტური და საშიში ხდება ორგანიზმი, მისი წრე ბუნებრივად ვითროდება. ცხვრები ფარებად დადიან, ლომები პრაიდებად, მაგრამ ვეფხვი მარტო დადის. თუ ამ ვიდეოს უყურებ, სავარაუდოდ მთელი ცხოვრება გძნოდი, რომ შენს ადგილას არ იყავი. ცდილობდი მორგებოდი გარემოს, ცდილობდი ნიღბის დარებას, მაგრამ ის არასდროს გერგებოდა. შენ აქ ხარ, რადგან ეჭვობ, რომ არსებობს რაღაცა ფუნდამენტურად განსხვავებული იმაში, თუ როგორ არ ექვამს შენი გონება სამყაროს. და შენ მართალი ხარ. დღეს ჩვენ განვიხილავთ 7 იშვიათ თვისებას, რომელიც იმ ადამიანებში გვხვდება, რომლებიც მარტო დადიან. ეს არა პიროვნული უცნაურობები, არამედ ევოლუციური ადაპტაციებია. ამ ვიდეოს ბოლოს მიხვდები, რატო არის შენი წრე პატარა, რატო აშინებს შენი სტანდარტები რიგით ადამიანებს და რატო არის შენი მარტოობა სინამდვილეში ყველაზე დიდი იარაღი. მაგრამ გაგაფრთხილებ, ეს ვიდეო სუსტებისთვის არ არის. მე ვაპირებ დავანგრიო მსხვერპლის მენტალიტეტი, რომელსაც ატარებდი. ვაპირებ სარკეში ჩაგახედო და შეიძლება შეგეშინდეს იმის, რაც იქიდან შემოგხედავს. მაშ ასე, დავიწყოთ. თვისება პირველი. კანონზომიერების ჰიპერმწვავე ამოცნობა. ადამიანების უმეტესობა თავიანთ ურთიერთობებშია ჩაძირული. ისმენენ სიტყვებს: მიყვარხარ, მხარს გიჯერ, ჩვენ მეგობრები ვართ. ისინი ამ სიტყვას პირდაპირ მნიშვნელობით იღებენ, რადგან ეს კომფორტულია. მათთვის ეს მარტივია. შენ არა. შენ არ შეგიძლია. თუ მეგობრები არ ყავს, დიდი ალბათობით ეს იმიტომ ხდება, რომ იდანჯები ან დაჯილდოებული ხარ. კანონზომიერების ჰიპერმწვავე ამოცნობის უნარით. შენი ტვინი არ უსმენს იმას, რასაც ხალხი ამბობს. ის აანალიზებს იმას, რასაც ისინი აკეთებენ. ის აკვირდება მიკროექსპრესიებს, ტონალობის ცვლილებებსა და დროით შეფერხებებს. ფსიქოლოგები ამას thin slicings, ანუ თხლად დაჭრას უწოდებენ. მოვლენებში კანონზომიერებების პოვნის უნარს გამოცდილების მხოლოდ ვიწრო ფანჯრებზე დაკრნობით. როცა ვინმე კომპლიმენტს გეუბნება, მაგრამ თვალის კუთხეები არ უნაოჭდება, შენ შურს ხედავ. როცა ვინმე გეთანხმება, მაგრამ მისი ხმის ტემბრი ოდნავ მაღლდება, შენ ტყუილს გძნობ. ხედავ ჩრდილს ნიღბის მიღმა. რიგითი ადამიანისთვის სოციალური შეკრება ენერგიის სახალისო გაცვლაა. შენთვის კი მონაცემების გამაყრუებელი, ქაოტური ნაკადი. უყურებ, როგორ თამაშობენ ადამიანები. უყურებ, როგორ თრგუნავენ საკუთარ ნამდვილ ბუნებას სოციალურ იერარქიაში მოსარგებად. და რადგან შენ ამ სპექტაკლს ხედავ, მასში მონაწილეობა აღარ შეგიძლია. ეს გავს თამაშს პიესაში, სადაც ყველა მიცის ტექსტი შენ გარდა. ანუ არ ესი შენ იცი ტექსტი, მაგრამ უარს ამბობ მის წარმოთქმაზე, რადგან ის სიცრუეა. ეს შენთან ყოფნას სახიფათოს ხდის. ადამიანებს, რომლებიც უარყოფაში ცხოვრობენ, ზულთ ისინი, ვინც სიმართლეს ხედავს. როცა ჯგუფში ხარ, ხშირად დუმხარ. არა იმიტომ, რომ მორცხვი ხარ, არამედ იმიტომ, რომ აკვირდები და ხალხი გძნობს შენს დაკვირვებას. ეს მათ დისკომფორტს უქმნის. გძნობენ, რომ შენ მათ პერსონას მიერ მაიხედები. გიწოდებენ ზედმეტად კრიტიკულს, გიწოდებენ დაძაბულს. გეტყვიან, რომ შენი ამოცნობა რთულია. ასე რომ არჩევანი გაქვს. შეგიძლია საკუთარ თავს ლობოტომია გაუკეთო. დაიჩნუნგო თავი. მოაჩვენო, თითქოს გაინტერესებს ცნობილი ადამიანების ჭორები. ვითომ გარელობს ყოველდღიური რუტინა, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრები ყავდეს. ან შეგიძლია გაჩუმდე. ადამიანების უმეტესობა ლობოტომიას ირჩევს. ურჩევნიათ სულელებით იყვნენ გარშემორტმულნი, ვიდრე საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩნენ. შენ სიჩუმე აერჩიე. ეს ქედმაღლობა არ არის, ეს ენერგიის ეკონომია. დიდი ხნის წინ მიხვდი, რომ მენტალური ენერგიის ამოწურვადი რაოდენობა გაქვს. მისი სოციალურ ენტროპიაზე დახარჯო ფულის დაწვას გავს. შენ სიღრმეებისკენ ილტვი. გინდა ღამის 3 საათზე საუბარი ცნობიერების ბუნებაზე, ომის სტრატეგიაზე, სიკვდილის მნიშვნელობაზე. და რადგან ადამიანების 99%-ს სიკვდილივით ეშინია ამ სიღრმეების,
ადამიანების 99% ვერ იქნება შენი მეგობარი. შენ ოკეანის მყვინ თავი ხარ საბავშვო აუზების სამყაროში. ნუ მოიხდი ბოდიშს შენი სიღრმის გამო. ოკეანე არ იხდის ბოდიშს თავისი სიღრმის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ მოცურავეს ფსკერის ეშინია. თვისება მესამე. აუტოიმუნური რეაქცია კონტროლზე. მოდი ცოტა დავბნელდეთ. არსებობს თვისება, რომელიც ხშირად დიაგნოსტირდება როგორც ოპოზიციურ გამომწვევი აშლილობა ბავშვებში, მაგრამ ზრდასრულებში, თუ ის სწორადაა მიმართული, გენიოსის თვისებაა. ეს არის თვითნებური ავტორიტეტისადმი დამორჩილებაზე უარის თმა. მეგობრული წრეების უმეტესობა დემოკრატია არ არის. ეს ტირანიებია, მიკროკულტებია. მათ დაუწერელი წესები აქვთ. ჩვენ გვძულს ეს ადამიანი, ამიტომ შენც უნდა გძულდეს. ჩვენ გვჯერა ამ პოლიტიკური შეხედულების, ამიტომ შენც უნდა გჯეროდეს. ჩვენ დღეს გარეთ გავდივართ, ამიტომ შენც უნდა წამოხვიდე. ეს არის ჯოგური ინსტინქტი, კონფორმიზმის ბიოლოგიური ლტოლვა, უსაფრთხოდ ყოფნის სურვილი. კონფორმიზმის ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ ადამიანების 75% დაეთანხმება აშკარად ყვილს, მხოლოდ იმისთვის, რომ ჯგუფს მოერგოს. თუ ჯგუფი ითქვის, რომ მოკლე ხაზი გრძელია, ინდივიდი დაეთანხმება. შენ 25%-ში ხარ. შენ ხარ ხარვეზი მატრიცაში. როდესაც სოციალური წრე შენს მორჩილებას მოითხოვს, შენი ტვინი საფრთხის სიგნალს რთავს. ჯოგში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობ, იხჩობი. ავტონომიის მაღალი ხარისხი გავს. არ შეგიძლია პატივისცე ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ პოპულარულია. არ შეგიძლია დაეთანხმო იდეას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ტრენდულია. ლოგიკა გჭირდება, მტკიცებულება გჭირდება. ეს ნარცისებისთვის ცუდ მეგობრად გაქცევს. ნარცისები მეგობრებს აქსესუარებივით აგროვებენ. მათ უნდათ ამალის წევრები, რომლებიც თავს უქნევენ და ტაშს უკრავენ. შენ თავს არ უქნევ. მკითხულობ, რატომ და რატომ არის ყველაზე საშიში სიტყვა, რაც კი შეგიძლია უთხრა მყიფე ეგოს? იმის გამო, რომ შენი კონტროლი შეუძლებელია, ხშირად გაგრიყავენ ხოლმე. ჯგუფები გიწოდებენ რთულს ან ამპარტავანს. ეცდებიან შენს გაძევებას, რათა გაგტეხონ. იმედოვნებენ, რომ მარტოობის ტკივილი გაიზულებს მუხლებზე დაჩოქილი დაბრუნდე, მზად იყო დასამორჩილებლად. მაგრამ აქ შენ მათ აბნევ. არ ბრუნდები, შენ ყვავი. ექსორიას ასაშინებლად იყენებ. ეს თვისება, ცხრად ყოფნის ეს შეუძლებლობა, არის მიზეზი, რის გამოც მარტო ხარ. მაგრამ ეს ასევე არის მიზეზი, რის გამოც თავისუფალი ხარ. სანამ ისინი სოციალური ვალდებულებების, ვალებისა და ტყუილების ქსელში არიან გაბმულნი, შენ შენი გზით მიდიხარ. პოპულარობა სუვერენიტეტზე გაცვალე და სუვერენიტეტი მარტოსული სამეფოა, მაგრამ ერთადერთია, რომლის მართვადაც ღირს. თვისება მეოთხე. არქიტექტორის აკვიატება. მოდი ვისაუბროთ რესურსებზე. ადამიანების უმეტესობა თავის ცხოვრებას მოსაცდელ ოთახად აღიქვამს. ელოდებიან შაბათ-კვირას, შვეებულებას, პენსიას. მეგობრებს დროის მოსაკლავად იყენებენ. შენ დროის გასვლას ფიზიკურ ჭრილობასავით გრძნობ. შენ აქ მოსაცდელად არ ხარ, არამედ ასაშენებლად. იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნების ნიმუში, ფილოსოფია თუ შენივე ფიზიკური სხეული. შეპყრობილი ხარ ხედვით იმისა, თუ რა შეგიძლია გახდე. ეს არქიტექტორის თვისებაა. და აი რაღაც დიდებულის აშენების სასტიკი სიმართლე. ეს მოითხოვს მონომანიაკალურ კონცენტრაციას. ნეირომეცნიერება გვიჩვენებს, რომ ტვინს ორი ძირითადი რეჟიმი აქვს. პასიური რეჟიმის ქსელი, სოციალიზაცია, ოცნება, წარსულზე ან მომავალზე ფიქრი და ამოცანაზე ორიენტირებული ქსელი, ღრმა ფოკუსი, ნაკადის მდგომარეობა, შესრულება. თვისება მეხუთე. არაცნობიერი სარკე. ოდესმე შესულ ხარ ოთახში. არაფერი გითქვამს და გიგრძნია, რომ ადამიანებს მაშინვე არ მოეწონე. ოდესმე გამختار ხარ მოძალადის ან მანიპულატორის სამიზნე უმიზეზოდ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ სუსტი ხარ, არამედ იმიტომ, რომ ეკრანი ხარ. მაღალი თვითშეგნების და სოციალური ურთიერთობის დაბალი მოთხოვნილების ბქის მქონე ადამიანები მოქმედებენ როგორც ცარიელი ეკრანი, რომელზეც სხვები საკუთარ დემონებს აპროექტებენ. ეს არის იუნგისეული ჩრდილის კონცეფცია. როდესაც კალბი არასაიმედო და აღიარებას მოწყურებული ადამიანი ხვდება, შენ მშვიდ თავშეკავებულ და თვითქმარ ადამიანს, ის შენ კი არ გხედავს, ხედავს საკუთარი თავის იმ ნაწილს, რომლითაც რცხვენია. ხედავს საკუთარ სიმხდალეს. შენი სიჩუმე მათ აიძულებს საკუთარი შინაგანი ხმაური უფრო ხმამაღლა გაიგონონ. შენი დამოუკიდებლობა დასცინის მათ დამოკიდებულებას. ხდები მოსიარულე. შეხსენება იმისა, თუ ვინ არ არიან ისინი და რადგან ადამიანის ეგოს არ შეუძლია სირცხულთან გამკლავება, ის ამ სირცხულს აგრესიად განდაქმნის. გიტევენ სარკის დასამსხვრევად. თუ მეგობრები არ ყავს, ეს ხშირად იმიტომ ხდება, რომ უარს ამბობ დაეხმარო ადამიანებს საკუთარი თავისგან დამალვაში.
მეგობრობის უმეტესობა ილუზია. მე გეტყვი რომ მართალი ხარ, თუ მეტყვი რომ ლამაზი ვარ. მე ვალიდაციას მივცემ შენს მსხვერპლად ყოფნას, თუ შენ ჩემსას დაადასტურებ. ეს არის ტყუილების სავაჭრო შეთანხმება. შენ ამ ხელშეკრულებას ხელს არ აწერ. როდესაც ვინმე წუწუნებს პრობლემაზე, რომელიც თავად შექმნა, არ ეუბნები შესაწყალო. არამედ ეკითხები, როგორ აპირებ ამის მოგვარებას? შენ არ ღვევ ხელშეკრულებას და როცა არ ღვევ ორმხრივი დელუზიის ხელშეკრულებას, ხდები ბოროტმოქმედი. კარგად დაიხსომე. იყო ბოროტმოქმედი დამარცხებულის ისტორიაში. კომპლიმენტია. ეს ნიშნავს, რომ შეინარჩუნე შენი რეალობა. არ ხარ მარტოსული იმიტომ, რომ უსიამოვნო ხარ. იზოლირებული ხარ იმიტომ, რომ უარყოფა შეუძლებელია. აიძულებ ადამიანებს თვალი გაუსწორონ რეალობას. ადამიანების უმეტესობას კი სიკვდილი ურჩევნია რეალობისთვის თვალის გასწორებას. თვისება მე-6. დროითი გადანაცვლება. ცხოვრობ სამყაროში, რომელიც აწმყოთია შეპყრობილი. ჰედონიზმი, მყისიერი სიამოვნება, სქროლა, სასმელი. ჯოგი აწმყოში ცხოვრობს. შენ სავარაუდოდ მომავალში ცხოვრობ. ეს არის თვისება, რომელიც გვხვდება მაღალი დონის სტრატეგებში, ვიზიონერებში და ირონიულად, ქრონიკულად ფოთვიან ადამიანებში. მუდმივად ახდენ მომავლის ხაზების სიმულაციას. მიზეზ შედეგობრიობას სხვებზე ბევრად ადრე ხედავ. როცა შენი მეგობრები ამბობენ, მოდი უბრალოდ გავერთოთ, ხვალეზე ნოიდარდებ. შენი ტვინი ყვირის. ხვალინდელი დღე ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს. ხედავ შედეგებს. ხედავ, რომ ჩვევა, რომელსაც ისინი დღეს აყალიბებენ, 10 წელიწადში განქორწინებამდე მიიყვანთ. ხედავ, რომ ბიზნეს იდეა, რომელსაც ახლა დასცინიან, არის ის, რაც შეცვლის სამყაროს. შენ სხვა ენაზე საუბრობ. ეს არის დროითი გადანაცვლება. მენტალურად ცხოვრობ 5, 10, 20 წლით წინ შენს თანატოლებზე. ეს კავშირს თითქმის შეუძლებელს ხდის. როგორ შეგიძლია დაამყარო კავშირი ვინმესთან, ვინც სამსახურში არსებულ მიკროდრამაზე ღელავს, როცა შენ გაღელვებს ცხოვრების ტრაექტორია, ეკონომიკა ან კაცობრიობის ბედი. ეს გავს მშობელს, რომელიც ცდილობს პატარა ბავშვს გაუგოს. შეგიძლია გიყვარდეს ბავშვი. შეგიძლია დაიცვა ის, მაგრამ არ შეგიძლია იყო მისი მეგობარი. ეს ქმნის იზოლაციის ღრმა განცდას. ისინი პარანოიკს გიწოდებენ ხასიათის განფუჭებელს, მანამ სანამ გელი არ მოვა. მერე უცებ უნდათ შენი მეგობრობა, უნდათ შენი დაცვა, უნდათ შენი წინდახედულება, მაგრამ მანამდე, როგორც წესი, უკვე აცნობიერებ, რომ ვერ გადაარჩენ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ თვალების გახელაზე. შენ მარტო უნდა იარო მომავლისკენ, ან დარჩე და მათთან ერთად მოკვდე წარსულში. შენ მომავალი აირჩიე და მომავალი მარტოსული ადგილია, რადგან იქ ჯერ სხვა არავინ მისულა. მათ უნდათ რომ წვეულებაზე დარდობდე, შენ შედეგზე დარდობ. მათ უნდათ რომ დრამაზე დარდობდე, შენ ბედისწერაზე დარდობ. და რადგან არ შეგიძლია შენი საათი მათსას დაუსინქრონო, მარტო დადიხარ. მაგრამ არსებობს ერთი ბოლო თვისება, ყველაზე იშვიათი მათ შორის. ის, რაც არა მხოლოდ გაუგებარს, არამედ საშიშს ხდის. ის შექმნილია მორჩილი, მომხმარებელი, დამოკიდებული ცხოვრების საწარმოებლად. სკოლა გასწავლის გამეორებას, სამსახური გასწავლის მორჩილებას, მედია გასწავლის შურს, სოციალური წრეები გასწავლიან კონფორმიზმს. შენ განგებ ჩააგდე ეს ტრენინგი, შენმა პროგრამამ უარყო განახლება და რადგან უარი თქვი მოშინაურებაზე, პერიფერიაზე გაგდევნეს. ხარ მგელი, რომელიც სოფლიდან გააგდეს, რადგან საკალოს გაკეთებაზე უარი თქვი. და ახლა ზიხარ სიცივეში, უყურებ სოფლის შუქებს და გაინტერესებს, რატომ ვერ ეწერები იქ. შეთქვიტე ფიქრი. ვერ ეწერები იმიტომ, რომ შენი ადგილი გალიაში არ არის. თუმცა უნდა გაგაფრთხილო, აქ არის საფრთხე. მახე, რომელშიც ბევრი ადამიანი ებმება. როცა ზედმეტად დიდხანს ხარ იზოლირებული, გონება საკუთარი თავის შეჭმას იწყებს. იწყებ უარყოფის ინტერნალიზებას. ფიქრობ, იქნებ მართლები არიან, იქნებ მართლა ამპარტავანი ვარ, იქნებ ჩემი შეყვარება შეუძლებელია. ცდილობ სტანდარტების დაწევას მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანური კონტაქტის სითბო იგრძნო. უშვებს ცხოვრებაში პროექტს, ვინმე განადგურებულს, ტოქსიკურს, უბრალოდ კომპანიის გამო. ან ბრუნდები ჯოქში, თავს ისულელებ, ვითომ გაინტერესებს ფეხბურთის თამაში, მხოლოდ იმისთვის, რომ სიცარიელე გააჩუმო. არ გააკეთო ეს. ეს თვითმკვლელობაა. როცა მგელი ცდილობს ცხვარივით მოიქცეს, ის ცხოვრებს ვერატყუებს. ცხოვრები შეშინებულები არიან. მგელი კი შიმშილით გვდება. თუ შენ სიხშირეს მათსაზე დაუწევ, კავშირს ვერ იპოვი. იპოვი ჩარევას. იმაზე მარტოსულად იგზნობ თავს ადამიანებით სავსე ოთახში,
რომლებიც თავს გაჩვენებენ იმად, ვინც არ ხარ, ვიდრე აბსოლუტურ სიჩუმეში მარტო ჯდომისას იგრძნობდი. ნიღბის მარტოობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე გამოქვაბულის მარტოობა. მაშ, რა არის გამოსავალი? როგორ უნდა იცხოვრო სამყაროში, რომელიც შენთვის არ შექმნილა? უნდა შეწყვიტო შენი მარტოობის ციხე დახკმა და დაიწყო მისი ლაბორატორიად დანახვა. ეს აღკვეცილი ბერის რეჟიმია. ეს შენი სავარჯიშო რკალია. თუ ახლა მეგობრები არ ყავს, სამყარომ საჩუქარი გაგიგეთა. მან გაასუფთავა დაფა. მოაშორა ყურადღების განფანტველები, მოაშორა ხმაური. მოგცა ის ერთადერთი რამ, რისთვისაც ისტორიაში ყველა დიდი მამაკაცი და ქალი იბრძოდა. დრო და სიჩუმე. ნუ დაკარგავ მას საკუთარი თავის შეწოდებაში. გამოიყენე ის. ახლა კი კარგად მომისმინე, გეტყვი რა უნდა იყოს შენი პროტოკოლი. ნაბიჯი პირველი. სტანდარტების რადიკალური მიღება. შეთქვეტე ბოდიშის მოხდა შენი მოთხოვნების გამო. თუ ითხოვ სიღრმეს, ლოიალობასა და ინტელექტს და ვერ პოულობ, მაშინ იშიმშილე. ნაგავს არ ჭამ მხოლოდ იმიტომ, რომ გშია. შენ ინარჩუნებ სტანდარტს, რადგან იმ მომენტში, როცა სტანდარტს დაბლასწევ, სიგნალს უგზავნი სამყაროს და საკუთარ ქვეცნობიერს, რომ მზად ხარ ნაკლებს დასჯერდე და მიიღებ კიდეც ნაკლებს. მყარად იდექი სიცარიელეში. მზად იყავი, მარტო იარო, 1 წელი, 5 წელი, 10 წელი, თუ ეს არის საჭირო იმ ადამიანების საპონელად, რომლებიც რეალურად ემთხვევიან შენს რეზონანსს. ერთი მოკავშირე, რომელსაც ესმის ომის, უდრის 10,000 სამოქალაქო პირს, რომლებსაც უბრალოდ გართობა უნდათ. ნაბიჯი მეორე. სიგნალის სტრატეგია. ვერ იპოვი სხვებს მათი დევნით. მათ პოულობ იმით, რომ შუქურა ხდები. შუქურა კუნძულზე არ დარბის გემების საძებნელად, ის მაღლა დგას და თავის შუქს ასხივებს. გემები თავად მიდიან მასთან. შენ ასხივებ საკუთარი თავის შენებით, სიმართლის თქმით, საქმეში სრულყოფილების მიღწევით. როცა შენ სფეროში უდაო ხდები, როცა შენს ფილოსოფიაში ნათლად აყალიბებ აზრებს, როცა ფიზიკურად და მენტალურად შთამბეჭდავი ხდები, ასხივებ სიგნალს, სპეციფიკურ სიხშირეს და სხვა გამონაკლისები, სხვა მგლები ამას დაინახავენ. ისინი გიპოვიან. შენი მომავალი მეგობრები, შენი ტომი ბარში არ არიან. ისინი მუშაობენ, აშენებენ. ისინი თვალსაჩინო ადგილას იმალებიან, ზუსტად ისე როგორც შენ. მათთან მიღწევის ერთადერთი გზა იმ დონეზე ამაღლებაა, სადაც შენი დანახვა შეუძლიათ. ნაბიჯი მესამე. საღიაზრის ნიღაბი. ეს მაკიაველის გაკვეთილია. სანამ შენს ტომს ელოდები, სოფელში უნდა გადარჩე. ნუ დაიწყებ ყველასთან იმის მტკიცებას, რომ უმაღლესი მტაცებელი ხარ. ნუ ეტყვი შენს კოლეგებს, რომ მათ ენტროპიად მიიჩნე. ეს სოციალური თვითმკვლელობაა. ისწავლე ნიღბის მსუბუქად დარება, იყავი თავაზიანი, იყავი კეთილი. გამოიყენე small talk-ი როგორც ინსტრუმენტი და არა როგორც ცხოვრების წესი. შეხედე სოციალურ ინტერაქციას როგორც ჯაშუშურ ხელოვნებას. შენ ფარული აგენტი ხარ, იღიმი, თავს უკნევ. ეკითხები შაბათ-კვირაზე, ერევი მათში, მაგრამ არასოდეს გავიწყლება, რომ ეს შენ იღბოა. არასოდეს აძლევ ნიღაბს უფლებას შენ სახეს შეეზარდოს. შეინახე შენი შინაგანი სამყარო საიდუმლოდ. გაუზიარე ნამდვილი ფიქრები მხოლოდ მათ, ვინც დაიმსახურა ამის მოსმენა. ყველა დანარჩენს მიეცი ამინდი, სპორტი, მიეცი ის, რისი ატანაც შეუძლიათ. მაგრამ ფრთხილად იყავი. ამაღლება ხილულს ხდის და როცა მაღლდები, მხოლოდ მოკავშირეებს კი არ იზიდო, მტრებსაც იზიდო. რაც უფრო მაღლადი ხარ, მით უფრო ძლიერია ქარი. და სიბნელეში ისეთი რაღაცები გელოდება, რაც ჯერ არც კი მიხსენებია. ფსიქოლოგიური მახეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ იხსნები, როცა შენს ძალას იღებ. გგონია მარტოობა რთული ნაწილია? არა, მარტოობა მარტივია. რთული ნაწილი ის არის, რაც შემდეგ მოდის. რთული ნაწილია იცოდე, რა უყო ძალაუფლებას, როცა მას მოიპოვებ. როცა მარტოობაზე და მაღალ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, საქართველოში გვაქვს საოცარი ფენომენი კაცხის სვეტი. წარმოიდგინე ბერი, რომელიც 40 მეტრის სიმაღლის კირქვის მონოლითზე სრულ იზოლაციაში ცხოვრობს. ის ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ეს ტექსტი არქიტექტორის აგვიატებას და ბერის რეჟიმს ეძახის. მაგრამ აქ არის ფილოსოფიური სხვაობა, რაც ფიორის იდენტობისთვისაც მნიშვნელოვანია. ქართველი განდეგილი კაცხის სვეტზე არ ადის იმიტომ, რომ ქვემოთ მყოფი ხალხი ეზიზღება, ან მათ ცხრებად და პარაზიტებად მიიჩნიოს. ის ადის მაღლა იმისთვის, რომ მოიპოვოს სიჩუმე, რომელშიც უკეთესად შეძლებს ლოცვას, სწორედ იმ სამყაროსთვის, რომელიც მიატოვა. ნამდვილი სუვერენიტეტი და მარტოობა არ კვებავს ეგოს. ის გათავისუფლებს ეგოსგან. როცა ფიორის სახელით ვქმნი კონტენტს, ზუსტად ამ მიდგომას ვირენებ. მე არ ვეუბნები ჩემს აუდიტორიას, რომ თქვენ გლები ხართ, სხვები კი ცხრები. ეს იაფფასიანი მანიპულაციაა.
ჩემი მიზანია ვიყო ის შუქურა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვახსენე. გითხარი რომ შუქურა კონძოლზე არ დარბის გემების საძებნელად. ის მაღლად დგას და თავის შუქს ასხივებს. ფიორიც ასე დგას, სიმშვიდით, სიღრმით და ავთენტურობით. მე არ ვქნი კონტენტს აგრესიისთვის, არამედ კონტენტს მათთვის, ვისაც ესმის, რომ მარტოობის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავს იპოვი. მადლობა რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწელე არხი და გაააქტიურე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.